15 მაისს მოსამართლეთა პროფესიულ დღეს ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებისთვის მისაოცი წერილი გამოაქვეყნა. წერილში ის წერს, რომ სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედია. რა არის სამართლიანობა ირაკლი კობახიძისთვის? ის, რომ ზია ამაღლობელს პოლიციელის ლოყაზე შეხების გამო 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუ ის, რომ პრემიერი, რომელსაც ამ საქმის მასალებთან შეხება საერთოდ არ უნდა კონდეს, მედიაში საუბრობს გამოძიების დეტალებსა და ვერსიებზე. როგორ უნდა ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე მაშინ, როდესაც რეალური მოძალადეები და თავდამსხმელები ზია ამაღლობელისგან განსხვავებით ღირსების მედლებს და მადლობებს იღებენ უმაღლესი თანამდებობის პირებისგან. დასჯით კი 6 თვის თავზეც არავინ დასჯილა. ან მაშინ, როდესაც პროტესტში მონაწილეობის გამო 50-ზე მეტი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული დაუსაბუთებელი ბრალდებებით და საეჭვო მტკიცებულებებით. ან მაშინ, როდესაც ჩვენი სასამართლო კონვეიერული წესით აჯარიმებს ადამიანებს აქციებში მონაწილეობის გამო ათასობით ლარით, რაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის მთელი წლის ხელფასიც გია. როგორ უნდა ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე მაშინ, როდესაც ჭიათურა შიმშილის პირასაა და ხელისუფლებისგან მხარდაჭერის ნაცვლად რეპრესიებს იღებს. რა არის სამართლიანი იმაში, რომ ჭიათურის პროტესტში მონაწილე 4 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეშია. მოშიმშილეები კი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ პასუხისგებელ პირებთან შეხვედრას. ირაკლი კობახიძე წერილში ასევე წერს, რომ ქართულმა ოცნებამ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა. როგორია სინამდვილეში დღეს ქართული სასამართლო? ის არის ან ქართულ ოცნებასთან აქტიურად მოთანამშრომლე, ან დადუმებული, ან სისტემიდან გარიყული. ქართულმა ოცნებამ და მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა ეპიზოდური დაძაბულობების შემდეგ საერთო სპოვნა მოახერხა. სინამდვილეში 2019 წელს ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლეებზე ნათქვამით ცნობილი ფრაზა, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ, ახლა კარგ რაღაცებს ჩადიან, სწორედ ამ საერთო სპოვნის დადასტურება. ეს საერთო კი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილია. ეს ურთიერთობა სარგებლიანობის ლოგიკაზე დგას. ქართულმა ოცნებამ უნდა მიიღოს ის სასამართლოსგან, რაც ჭირდება, სანაცვლოდ კი უნდა დააბრუნოს კარიერული უსაფრთხოება და უბადო პრივილეგიები. ამ ურთიერთობის ნაწილია უსაფრთხოება არა მარტო იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან, არამედ მათი უსაფრთხოებაც, რომლებიც იღებენ ასეთ თამაშის წესებს და არ გამოხატავენ საკუთარ აზრს. ის კი, ვინც საერთოსგან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, სისტემიდან გაირიღება. სინამდვილეში ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი მხოლოდ ქართულ ოცნებაში არ მიმდინარეობს. სასამართლოც წლებია იწმინდება კრიტიკული და განსხვავებული აზრისგან. მისალოც წერილში ირაკლი კობახიძე საუბრობს იმაზე, რომ დღეს სამართლიანი სასამართლო ჩვენი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ სიკეთედ იქცა და მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში იღებენ. ვისთვის არის რეალურად დღეს სამართლიანი სასამართლო ხელმისაწვდომი? დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ეტაპზე ჩვენი სასამართლო სრულად თავისუფალი გავლენებისგან არ ყოფილა. არც ერთ ხელისუფლებას ასეთი სასამართლოს შექმნის ინტერესი არ ქონია. წარსულის მსგავსად დღესაც სასამართლო გავლენებისგან თავისუფალია მხოლოდ იმ საქმეებში, რომელშიც არ არსებობს პოლიტიკური ან მსხვილი ბიზნეს ინტერესი. ბუნებრივია ძალაუფლების კონსოლიდაციასთან ერთად საქმეთა წრე მნიშვნელოვნად ვიწროვდება. ამიტომაც დღეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა პრობლემაა არა მარტო პოლიტიკური აქციების კონტექსტში დაკავებული ადამიანებისთვის, ეს გამოწვევაა იმ ხალხისთვისაც, ვინც თავისი საარსებო გარემოს დაცვისთვის იბრძვის. ვინც ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი ტყეები, მდინარეები, დაიცვას ადამიანები გამოსახლებისგან და იზრუნოს საერთო სიკეთეზე. მისალოც წერილს ირაკლი კობახიძე მადლობით ასრულებს. საგულისხმოა, რომ ის მოსამართლეებს მადლობას პატრიოტიზმისთვის უხდის. სინამდვილეში წერილის ეს დასასრული ამჟღავნებს მთავარ სათქმელსაც. რას ნიშნავს მოსამართლის პატრიოტიზმი? ქართული ოცნების პროპაგანდამ პატრიოტებად და მოღალატეებად არამხოლოდ საზოგადოება, სასამართლოც დაყო. და ამ დაყოფაში პატრიოტიზმი რეალურად ქართული ოცნების მოკავშირეობას, მის აქტიურ ან პასიურ მხარდაჭერას ნიშნავს, რადგან ყველა, ვინც ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგება, პროპაგანდისტვის მოღალატეა. ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ სტრატეგიის, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს. მან საკუთარი თავის სახელმწიფოს გაუთანაბრა და დღეს გვეუბნება, რომ ყველა, ვინც მის წინააღმდეგ გამოდის, რეალურად ეწინააღმდეგება ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს. სასამართლო ჩვენ სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ მან ძალაუფლება გააკონტროლოს. ამისათვის საჭიროა, რომ ის თავად არ გახდეს ძალაუფლების მოკავშირე და თანამზრახველი. ირაკლი კობახიძის წერილში გადახდილი მადლობა მოსამართლეთა პატრიოტიზმისთვის, სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნების მოკავშირეობისთვის გადახდილი მადლობაა.